მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. კაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული. ველოდები წინსვლას, ყველაფერი იყო ჩემთვის გაკვეთილი. გაკვეთილებიდან დაიწყო საუბარი ადამიანმა პირდაპირ. ესე იგი, გამოდის, რომ აქ რაღაც კარგად გადაიტანა ადამიანმა, ხო? შეიძლება კარგად შეფერთხა ცხოვრება. არ არის გამორიცხული, რომ აქ იყოს ისეთი ვარიანტი, შეიძლება ასე რომ ვთქვათ, გარკვეული სირთულეები, პირდაპირ რომ იტყვიან ბორბალი არ დატრიალებულა თორეო, შეიძლება ბევრიც არ დააკლდა ამ ადამიანს, ხო? რაღაც ესეთი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, რო გითხრათ, რომ დალაგებულ ენერგიებში ნახეთ, იყო არა, უფრო აქ იყო კონფლიქტიც ქონია, უსამართლობაც ქონია, დანაკარგებიც ქონია ადამიანს. და ზუსტად ეხლა არის იმ მომენტში, რომ მე ამ ყველაფერს всё გადავლახე, გავარღვიე თუ რაღაც ესეთი სწრაფად მინდა, მოკლედ ესეთი პერიოდი თუ მდგომარეობა რაც მქონდა, დასრულდეს, დავასრულე და ველოდები უკვე ჩემი ბედი შემოbrunდეს უკეთესობისკენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ წუთში საქმეზე, ბიზნესზე ან რამე სამსახურზე და ესეთ რაღაცებზე ეფიქრებოდეს ადამიანს, ხო? ეს არის რატომღაც მისი ეხლანდელი მდგომარეობა, თუ ეს რეზონინდა, შეგიძლიათ უკვე გააგრძელოთ მოსმენა. კარგი, ნახოთ რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი. ძალიან მენატრები, მაგრამ თავს ვიკავებ. ანუ ამ მონატრებას და ამ სურვილს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ფარავს. კარგი, რას გრძნობს, ჯერ ვკითხოთ ისევ. ფარავს, მოდი ესეც ვკითხოთ, ხო? კი ბატონო. გადააქვს მთელი აქცენტი და ყურადღება დავუშვათ სამსახურზე, ან რაღაც ესეთი სირთულეზე, დავუშვათ ახლა რაღაცა ვითომ პრობლემა აქვს ადამიანს, ესეთ საკითხებზე გადააქვს აქ მთელი სირთულე ამ ადამიანს. რო გითხრათ, რომ ეს სიამოვნებას გვრის, სიამოვნებას არ გვრის ნამდვილად. კარგი, რატომ ფარავ ამ ყველაფერს? თუკი ესე მონატრება, გრძნობა გაქვს და რატომ ხარ თავშეკავებული? მოდი მაშინ ასე ვკითხოთ ახლა აქ ჩვენ ამას. კარგი, რატო ფარავ ეს გითხარი, რას მიედმოედები? რატო ხარ მკაცრ ხასიათზე? აქ ეტყობა შეიძლება რაღაც ხასიათებიდან, მისი ხასიათებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ხანდახან რაღაც ხასიათის ცვლილებები აქვს ამ ადამიანს, მაგრამ რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში, როგორ არის, იცით, რატომღაც არ ვიცი რა საუბარი გქონდათ ასეთი ან რა იყო, მაგრამ ფიქრობთ, რომ როგორ არის, იცით, შეიძლება სხვა ქვეყანაშიც რომ იყოს, იქაც აკონტროლებთ რა იყო. 007 ხართ, ქალბატონებო? არ გამომრიცხავ, რატომღაც ესეთი შეგრძნება აქვს ამ ადამიანს, რომ თქვენ ყველანაირად აკონტროლებთ ამ ადამიანს და ეხლა რა გზებით აკონტროლებთ, არ ვიცი, მართლა მეზობელი არის და დურბინით უყურებთ, თუმცა მობილურებიც უკვე გამოვიდა ისეთი, რომ შუაღამეზე შეიძლება გაადიდოთ ეკრანი და
მთვარე მოიყვანო ბულუ ამდენი მანძილი არის ხო დაშორება და ადამიანის შორს მყოფი არის თუ რაღაცა საკმაოდ ნათლად დაინახო და ახლა და თქვენ რა ხელსაწყო გაქვთ ესეთი რომ ამას აკონტროლებთ ეს ახლა უკვე თქვენი იცით რაც შეეხება ყოველ შემთხვევაში აქ ის მომენტი არის რომ მე მეგობრული მინდა დავიჭირო მაგრამ ეს მთლად მეგობრული მისი მხრიდან არ არის ან თანამშრომელი თუ არის თანამშრომლური ესეთი ასე რომ ვთქვათ გრძნობები ნამდვილად აქვს ამ ადამიანს და მონატრება აქვს უფრო მეტად ის რაც იყო თქვენ შორის წარსულში აი მაგ ყველაფრის ძალიან სურს ეს ყველაფერი მაგრამ მე მინდა მოდი ვნახოთ აბა რა იყო ასეთი თქვენ შორის ეს როგორი მართლა იყო რამე ჰა მართლა იყო რამე აბა ვნახოთ ახლა რა გინდა რა ნახეთ მოდი ასე ვქნათ ახლა ხო ინდივიდუალური არ არის ეს გაშლა რაღაცასთან იქნება ფიზიკური კავშირიც იყო და ესე ნატრება ხო მაგრამ მაინც ნახოთ ლაითად ახლა მთლად მასე არ შემოგიწვრებით საძინებელში პირადში მაგრამ ლაითად ნახოთ რა ინატრება თქვენთან და რას ფარავს რაინატრება თქვენთან და რას ფარავ იცით რა არის ცოტა უნდა რომ შეიძლება მანამდე ცოტა ესეთი ხომ არიყავით უფრო თავისუფალი ან გრძნობებს უფრო გამოხატავდით ან რაღაცა უფრო მეტი თავისუფლება იყო თქვენს ურთიერთობაში ну ახლა რა ვიცი საძინებელში იყო თუ სად იყო ეს თქვენ მიხვდით მაგრამ რაღაც აი ეს უფრო უნდა ამ ადამიანს ცოტა ნახეთ ის კი არა რომ აქ ყველაფერს რომ გითხართ მიკროსკოპით ჭვრიტავთ და ყველა დეტალს აკვირდებით რაღაც აი აქ ზუსტად ეს ამისგან გზღუდავთ ნახე იმიტომ არის ეს დაფარული რომ თქვენ რაღაც ძალიან ყველაფერს აკვირდებით და ეს როგორ რაღაცას ამბობს აქ იცი აი მე მინდა დავუშვათ შენ წარსულში იყავი შეიძლება ცოტა მეტი გულუბრყვილო ცოტა მეტი შეიძლება ალალი შეიძლება უფრო ესე დეტალურად არ უკვირდებოდით რაღაცას მეტი თავისუფალი თუნდაც აი ფიზიკურ სიახლოვის მომენტშიც ხო აი ეს მინდა და ეს მენატრება ამას ამბობს ეს ცოტა მოდი დაუფიქრებელიც ხო და არა გათვლილი ნაბიჯები ეთყობა აქ ახლა რადგანაც აი ეს ამ კუთხით დამელაპარაკა უკვე ნათელი გახდა უფრო მეტად ქალბატონი ახლა უფრო მეტი ესე რომ ვთქვათ დაკვირვებული და ესეთი არის რა ქვია შეიძლება მომთხოვნიც ხო და აქ ზუსტად მაგიტო უკაცრდება ეს ხასიათი თქვენთან მიმართებაში ხო აი ეს არის აქ ამ საუბარზე ლაპარაკი ამიტომ მე მრჩევნი ახლა თავი შევიკავო და რაღაცა დავიჭირო შენთან ესეთი ურთიერთობა მეგობრული ეს ყველაფერი კი მენატრება მაგრამ რაც არ არისო რა ჯერჯერობით ეს მომენტები არ შემონს კარგი კიდევ რა გენატრება მარტო ეს კიდევ რა გენატრება ენატრება მთლად არა თქვენ ვიღაცა შორიდან ესე რომ თქვა რომ გითხრათ შემჩნეული ხართ საზოგადოებისთვის ეს გენატრება დავიჯერო ეს მოგწონს ეს პოზიცია ну არც მთლად ისე ვარიანტი არ არის მაგრამ მე უფრო მგონია რომ აქ კიდე მითხარი აი მე რასაც შენ შემოგთავაზებ თუ გეტყვი თუ რაღაცა ეს ყველაფერი ნახეთ როგორ არის ეთყობა მანამდე რასაც გეტყოდათ ან გჯეროდათ ან შემოგთავაზებდათ როგორც იყო ახლა ცოტა
ხო, ეს კი ბატონო, ისევ თავისუფლებაზე არის აქ ლაპარაკი. Რა თქმა უნდა, თქვენთან ფიზიკური კონტაქტი თუ არ ყოფილა, მაშინ უბრალოდ ეს ფიქრებში აქვს და ეთყობა ეხლა მაგისგანაც იკავებს თავს და ადრე უფრო ეს ლტოლვაც და ეს ყველაფერი იყო, ხო? თუ ფიზიკური კავშირი იყო, მაშინ გამოდის, რომ ეს ყველაფერი კი მინდა, რა თქმა უნდა, მენატრება, მაგრამ აქ თქვენ შორის არის კიდევ სხვა პრობლემებიც. კარგით, მაშინ მითხარი, ეს პრობლემა, რაც დამიფიქსირე, გაფერხებს, მოდი ასე ვთქვათ, გაფერხებს. არც ისე ძალიან. ეს არის, მოდი ასე ვთქვათ, ეთყობა ერთგვარი ნიღაბი. ახლა პრობლემა შეიძლება აქ იყოს ის მომენტი, რომ არ არის გამორიცხული როგორი რაღაც იცით, შეიძლება რამე სხვაობა იყოს, მენტალურიც კი ბატონო, ხო? შესაძლებელია ასაკობრივი, შეიძლება რელიგია და რაღაც ესეთი სხვაობები არის აქ აშკარად, ან ოჯახურიც, ხო, თქვენ სხვა განსხვავება, მაგრამ აქ რო გითხრათ, მანდა მაინც ესე, რა ვიცი, დიდ მნიშვნელობას ეს არ არის პრობლემა. შეიძლება ოჯახში იყოს რაღაც 1-2, რა ვიცი, თქმა, მაგრამ თქვენ მაინც იმდენად სასურველი ქალი ხართ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კარგი, მაშინ ეს ყველაფერი ახლა ასე უნდა გაგრძელდეს. ასე არ გაგრძელდება ნამდვილად, მაგრამ არა, ასე არ გაგრძელდება, აქ შეიძლება თქვენ მე ასე ვფიქრობ, რომ მისგან თავის დაცვა მოგიწევთ ცოტა ხანში, იმ მხრივ, რომ თუ კი დავუშვათ არ გინდათ უფრო შეტყობოთ ამასთან ურთიერთობაში, თქვენ თუ რაღაცა ცოტა გამოხატავთ უფრო მეტი, რომ აი მე შენთან უფრო მეტი სიახლოვე მინდა, ან რაღაცა თუნდაც დაოჯახება, თუნდაც რაღაცა ელემენტარულიც რო გამოხატოთ, აქ ჩათვალეთ, რომ ეგრევე თავზე დაგესხმებათ და ესე რომ ვთქვათ, თავის დაცვა მოგიწევთ იმ მხრივ, რომ შესაძლებელია აქ თქვენ უკვე ვეღარ გაუძლოთ ცთუნებას მისი მხრიდან, ხო, ისევ აქ გაითიშა, გაცრავად გადაიჭედა ძველი მობილური თუ წერ ისევ, იმიტომ რომ ეს რაღაც ციმციმებს და აი ესეთი მომენტი არის, აქ თავის დაცვა მოგიწევთ ფაქტიურად, კი ბატონო. ეთყობა აი ცთუნებას რომ გაუძლოთ მეთქი რაღაც ესე ვსაუბრობდი. კარგი, ვნახოთ მერე რა იქნება, რას მოგიტანთ ეს ყველაფერი თქვენ. აქ არ არის გამორიცხული, ერთ დღეს, რა ვიცი, ეხუტებოდეთ ერთმანეთს, მეორე დღეს რაღაც სიტყვაზე ურთიერთობას ეჭვიანობა იყოს, ან რაღაც იყოს თქვენ შორის ისეთის, ხო? თითქოს ვითომ შორდებით ერთმანეთს, მაგრამ აქ დაშორება არ არის, პირიქით. მე უფრო მგონია, რომ მოგიტანთ ეს უფრო სიმტკიცეს, მე აქ, რა ვიცი, ასე ადვილად თქვენ ამისგან თავს ვერ დაიცავთ. ხო. რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერ დაიცავთ ამისგან ასე ადვილად თქვენ თავს, იმიტომ რომ აქ უფრო მეტი მიფიქსირდება. აქ ორივე მხრიდან არის სურვილი. სურვილი, კი ბატონო, უფრო სხვა ეტაპზე გადავიდეს თქვენი ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი გააღვიძებს ამ სურვილს, ხო, და აი მაგიტო გითხართ თავის დაცვის მომენტი, უკვე აქ ის არის, რომ დავუშვათ თქვენ თუ ნახეთ, მერე უნდა ინანოთ, ან მერე რაღაცა ისეთ ინერვიულოთ, მაშინ ჯობია რომ ცოტა მოერიდოთ და მოდი ასე ვთქვათ, არ გაეთამაშოთ. აქ უფრო ესეთი რაღაც მიფიქსირდება, ხო? და თუ კი მაგნაბიჯს უკვე დავუშვათ რაღაცას ჩაუგდებთ და ეხლა ამ ადამიანის მიმართ, ხო, ცოტა პრეტენზიას ან მოთხოვნას დააფიქსიროთ, თქვენი ურთიერთობა ისევ
ესე რომ ვთქვათ, კი ბატონო, ლოგინამდეც არის შესაძლებელი აქ რომ მივიდეს. თუ ისურვებთ. და კი, მტკიცდება ურთიერთობა, მაგრამ ამას არ აქვს რაიცი ხასიათი რამე აქვს ამას არა აი ბეჭედი და სერიოზული ხასიათი ამას არ აქვს, ხო? უფრო ესე რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ფარული ურთიერთობაში, ფარული რას ნიშნავს, რომ ერთხელ დამისვეს კითხვა, ერთხელ კი არა მრავალჯერ და ფარული არის შემოკარგებო, ეხლა ორმადასამ ადამიანმა რომ იცის, მაინც ფარულში ითვლება. მაგრამ რომ არ არის გასაჯაროვებული, არ არის ხელმოწერილი, არ არის ჯვარდაწერილი და ასე შემდეგ. მეგობრული, თავისუფალი, ფარული, აი ეს თითქმის ერთნაირ კონტექსტში ჟღერდება, ესე რომ ვთქვათ. კარგით, და ნუ მე რა იქნება, მოდი ასე ვკითხოთ, რა იქნება, თქვენი სიძლიერე ამას მოწონს. მაგრამ იცით რა არის, აქ მაინც არის ის მომენტი, რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ორივე ერთმანეთს აძლიერებთ აქ, კი. კი ბატონო, ნახეთ, თქვენც ეთყობა რაღაცაში, ისე არ არის, ხო, ეხლა მოდი ასე ვთქვათ, თლად ესეც არ არის. თუ ადამიანი მთლიანად მართლა ენერგეტიკულად რაღაცაში, ენერგეტიკულად მაინც არ გეხმარებათ, ურთიერთობა არ შედგება, ხო? აქ ისე გამოვიდა, რომ თქვენ ერთმანეთს რაღაცნაირად აძლიერებთ. თვითონაც, ესე რომ ვთქვათ, ეთყობა მე უფრო სხვა ლეველზე ხედავ საკუთარ თავს. სხვათა შორის ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, ადამიანმა რაღაცა მითხრა, იცი რა, სიამოვნებს შენთან მეგობრობა, იცი რატომო? მე მაქვსო აქცენტიო საუბარშიო, კუთხური ანუ რაღაცა და შენთანო საუბრის შემდეგ, რაღაცა ეს ურთიერთობის შემდეგო, ნუ ეხლა ისე სუბუქი რა თქმა უნდა მეგობრული, რომ მივდივარ გშორდებიო, მაქსიმალურადო ვაკონტროლებ საკუთარ თავს და ეს აქცენტი არ მაქვს და ცოტა რაღაც სხვანაირად ვსაუბრობო. ეხლა მე ჩემ ლექსიკონს ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ისე გამართულად სვეჩკურად ვსაუბრობ, მაგრამ ნახეთ, მას რაღაც ეს მუხტი მაინც გადადის, ხო, ადამიანზე და ეს შეგრძნება ქონდა. და ანუ როგორ არის, მე რომ ხვდები ისე დავუშვათ ჩემი კუთხის ხალხთან და რაღაცა, ჩემი თავიო რაღაცა სხვა საფეხურზე ვხედავ ჩემს თავს, რომ აი მათსავითო რაღაცნაირად ავმეტყველებ, რა ვიცი, აქცენტი არ მაქვს, რაღაცა ესეთი შინაარსი მითხრა. ხო და აი ეგ არის ზუსტად ეს ერთი მაგალითი ახლა მოგიყვანით, ხო? აი თქვენთან ურთიერთობის მერე ეს სხვანაირად გრძნობს თავს. თქვენ შესაძლებელია რაღაც სხვანაირად გრძნობთ თავს და უფრო იმუხტების ადებითი ენერგიებით რაღაც ასე არის აქ. არ არის ეს ცალმხრივი ჩემოკარგებო. კარგი, ნახოთ რამე სერიოზულ სახეს თუ მისცემს ამ ყველაფერს მაინც დაახლოებით ეს ადამიანი, ნუ რა გავაკეთოთ და მე ასე მიფიქსირდება. ძალიან ნუ დაპროგრამდებით და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა ვიღაცას ლოგინში უნდა ჩავხვდეთ, ეს ერთეულებისთვის არის, მაგრამ ამ წუთში მე არ დამიფიქსირდა აქ ის პიროვნება, თუ ინვე მართლა რეალურად დაინახეთ და დავუშვათ ეს ეტაპი უფრო ქონდათ, რომ აი დავუშვათ ეს ლოგინის თემა მამაკაც დააფრთხობს და გაიქცევა მერე თქვენსგან. ნუ ხომ არის ეს ერთი ვარიანტებიც, რომ ქალბატონი თუ დათანხმდება, მერე რაღაც შიშები იპყრობს და რაღაც ეს ქართული მენტალიტეტი და ეს რქებუნები წამოესრდება და ჯიხვივით, კაი ჯიხვი რო გადამოდგება მთაზე, ფრაჯობია მაგის დანახვას კაცო, მაგრამ მამაკაცთან ცოტა მეორე დღეს რო გაიღვიძებ მამაკაცის გვერდზე და ეს რქებუნებით დაგხვდება უცებ ჯიხვივით. ეს არ უნდა გეკნაო. ხო, ესეთი თემა ამას ყოველ შემთხვევაში არ ჭირს. ხო და ეს დანარჩენი
თქვენ იცით ეხლა ძალიან ნუ დაპროგრამდებით ეს არ არის ის მომენტი რომ მანდა მაინც ასე მოიქცეთ ყოველ შემთხვევაში აქ მე მას არ გეუბნებით თქვენ რომ თუ დაუშვათ მაგამდე არ მიიყვანთ საქმეს ურთიერთობა დასრულდება ურთიერთობა აქ მაინც არ სრულდება მოდი მაინც კიდე ჰაკი არ მახსოვს მაგრამ კიდე გადავამოწმოთ ხო დაუშვათ შეიკავეთ თავი თქვენ და არ მიხვედით მაგამდე თქვენი ურთიერთობა ხო თავი შევიგეს გავიგეთ მაგრამ აქ არის უკვე ეჭვიანობის მომენტები ბევრი ეჭვიანობა იქნება გადაღლამდე ეჭვიანობა იქნება გულისტკენა ერთმანეთში იქნება ესე იგი გამოდის რომ აქ ამ შემთხვევაში როდესაც ერთად არ ხართ და ესე რაღაცა ერთმანეთს ტკენთ და მაგრამ მაინც ერთად დაფიქსირდით საბოლოო ჯამში სტაბილურ ურთიერთობაში მაგრამ თან ერთმანეთს ჭამთ კბენთ და ამას არ ჯობია ახლა ჩაიხუტოთ ასე შეჭმას ორივე ტკბილად ლამაზად იქნებით არ იეჭვიანებთ ნერვებს არ მოიშლით ეს უკვე გადაწყვეტეთ თქვენ როგორ არის თუ მართლა ასე არის ესე იგი აქ კი ბატონო გჭირდებათ ეს ენერგია უბრალოდ ჭირდება თქვენს ურთიერთობას და თქვენ გადაწყვეტეთ დანარჩენი როგორ უნდა მოიქცეთ რომელი უფრო მოგწონთ ერთმანეთის შეჭმა შეხვისკნა ესე დაღეჭვა თუ დავუშვათ უფრო ჩაეხუტოთ ერთმანეთს და რაღაცა გაუზიაროთ ეს თქვენი გრძნობები და გამშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით